21 საუკუნეში სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ ჩვენ ხანდახან ზღვარი გვეკარგება თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება გავავრცელოთ ამ სოციალური მედიის და სოციალური პლატფორმების დახმარებით და საშუალებით. ამდენად დაუფიქრებლად ძალიან ხშირად ვავრცელებთ პერსონალურ ინფორმაციას ამ სოციალურ ქსელებში. რაც შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებული იყოს. ძალიან ხშირ შემთხვევაში თაღლითები და ფიშინგ თავდამსხმელები იყენებენ აი ამ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს წინააღმდეგ. ამდენად აუცილებელია, რომ ჩვენ შევამოწმოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები სოციალურ ქსელებზე. ყველას, იქნება ეს Facebook, იქნება ეს Instagram, ასევე Google, TikTok თუ Twitter აქვთ კონფიდენციალურობის პარამეტრები და ისინი აუცილებლად უნდა შევამოწმოთ. ამ კონფიდენციალურობის პარამეტრების დახმარებით, ასე ვთქვათ, ერთი ხელის მოსმით შეგვიძლია ვნახოთ, ვის აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გაზიარებული გვაქვს. მაგალითად, ვინ ნახულობს ჩვენს პოსტებს, ვინ ნახულობს ჩვენს ინფორმაციას, სად ვართ და ვის მიერ ვართ დათაგული, ვინ ნახულობს ჩვენს stories. ვინ ნახულობს ჩემს პირად ინფორმაციას, როგორიცაა დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული პოსტა, რომლითაც ამ სოციალურ ქსელში შევდივარ. ასევე კონფიდენციალურობის პარამეტრების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ, ან ვნახოთ, ან გავხსნათ, ან პარამეტრები შევცვალოთ იმისი, თუ ვის შეუძლია მეგობრებში ჩვენი დამატება, ან ჩვენი ადევნება, დაფოლოვება, რასაც ქვია. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეამოწმოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები და ნახოთ, რისი შეცვლა არის შესაძლებელი. ოღონდ მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში ამის გაკეთება არ კმარა. ამ კონფიდენციალურობის პარამეტრებში უნდა შეიხედოთ ხშირად, იმიტომ რომ ხანდახან რაღაც ფუნქციები ემატება, რომელიც გამოიყენება ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი კონფიდენციალურობის გასაცდელად. სოციალური ქსელის დაცვისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა პერიოდულობით ჩვენი პაროლებიც შევცვალოთ, იმიტომ რომ სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, მაგალითად ინტერნეტ ბანკინგი რაღაცა პერიოდულობით გაიძულებთ, რომ პაროლი შეცვალოთ, ეს გამომდინარეობს უსაფრთხოების დაცვისგან, უსაფრთხოების მიზნებით, მაგრამ Facebook ან Google ამას არასოდეს მოგთხოვთ. ამიტომ ჩვენთვის უნდა გამოვიმუშაოთ რაღაცა ინტერვალი, როცა პაროლს შევცვლით ჩვენ სოციალურ მედიაში. პაროლთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორეტაპიანი ავტორიზაცია ჩართული გქონდეს ჩვენი სოციალური მედიის ანგარიზე და ისევ მნიშვნელოვანია, რომ ორეტაპიანი ავტორიზაციის მეთოდად გამოვიყენოთ არა SMS-ი, არამედ ავტორიზაციის აპლიკაცია, როგორიც არის Google Authenticator. თუ თქვენ რაიმე უცნაურობა შეამჩნიეთ თქვენს პროფილზე, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ პარამეტრებში და პირველ რიგში პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის პაროლის შეცვლა. პაროლის შეცვლასთან ერთად აუცილებლად უნდა გადახედოთ აქტიურ სესიებს, ანუ კონფიდენციალურობის პარამეტრები და სხვა პარამეტრები ჩვენი სოციალური ქსელების საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, რა აქტიური სესიები არის ჩვენი ანგარიშით, ანუ რომელი მოწყობილობიდან არის ვინმე შესული თქვენს ანგარიშზე. თუ აი ამ აქტიურ სესიებში რაიმე უცხო მოწყობილობა იქნება, რომელიც თქვენ არ გაგაჩნია და თქვენი არ არის და თქვენ არ შესულხართ, მას აუცილებლად უნდა შეუზღუდოთ წვდომა თქვენს ანგარიშებზე. სოციალური მედიის გამოყენებისას მნიშვნელოვანია არ დათაგოთ თქვენი თავი რეალურ დროს, რეალურ ლოკაციებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისთვის და აქტივისტებისთვის. თქვენ შესაძლოა გინდათ რაიმე ფოტოს ან რაიმე კარგი ამბის გაზიარება თქვენი მიმდევრებისთვის სოციალურ ქსელში, მაგრამ შეეცადეთ, რომ ეს არ გააკეთოთ რეალურ დროში და რეალურ ადგილას. სოციალური მედიის კონფიდენციალურობა და დაცვა რომ შევაჯამოთ, აღნიშნავდი, რომ შენი პროფილი, შენი საზღვარია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ, აუცილებლად უნდა დაადგინო საზღვრები შენ სოციალურ მედიაში.